ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა. ანდაზაზე დაფუძნებული იგავი, ციხესიმაგრის კარი და მჭედელი. ერთი ამაღი მეფე დიდხანს ცდილობდა მეზობელი სამეფოს ციხესიმაგრის აღებას. ყავდა ათასობით მეომარი, უზარმაზარი ლოცასტყორცნები და რკინის მორები, რომლებითაც კარს ეჯახებოდა. დღეებსა და ღამეებს ათენებდნენ დარტმაში. ათასობით ღონიერი კაცი აწვებოდა იმ კარს, მაგრამ რკინით შეჭედილი მუხა არ ინგრეოდა. ბოლოს მეფემ ბრძანა. ვინც ამ კარს გააღებს, ოქროთი აავსებო. მოვიდა ერთი მოხუცი, გამხდარი მჭედელი, რომელსაც ხელში მხოლოდ პატარა ჩანთა ეჭირა. მეომრებმა დასცინეს. ჩვენ ამდენი ღონიერი ვაჟკაცი კედელს ვანგრევთ და ვერაფერი დავაკელით. შენი სუსტი მკლავებით რას აპირებო? მჭედელმა ხმა არ გასცა. მივიდა კართან. დიდხანს უსმენდა, ხელით სინჯავდა ყოველ ჯანჭიკს. მერე ჩანთიდან პატარა ზეთიანი ტილო ამოიღო. ერთი კონკრეტული ადგილი გაწმინდა, რაღაც საიდუმლო ღარი იპოვა და პატარა რკინის ნაჭერით ოდნავ დააწვა. გაისმა ხმა. წკაპ. უზარმაზარი მძიმე კარი, რომელსაც 1000 კაცი ვერ ატოკებდა, თავისით უხმაუროდ გაიღო. აღმოჩნდა, რომ კარს შიგნიდან ერთი პატარა, მაგრამ მტკიცე ურდული ჰქონდა, რომის გატეხვა ძალით შეუძლებელი იყო. მაგრამ ხერხით მისი მოხსნა წამებში შეიძლებოდა. მეფე გაოცდა და კითხა. ამდენი ღონე როგორ დაამაცხეო? დიდო მეფეო, ღონე კედლებს ეჯახება, ხერხი კი გასაღებს ეძებს. სადაც ცოდნა და ჭკუაა, იქ მთა თავისით იხრებაო. მორალი. ხშირად ცხოვრებაში ჩვენც იმ ჯარისკაცებივით ვართ. მთელი ძალით ვეჯახებით პრობლემას, ვიღლებით, ვიფიტებით და მაინც ერთ ადგილს დგებნით. სინამდვილეში კი საჭიროა მხოლოდ გაჩერება, დაფიქრება და იმ საიდუმლო გასაღების პოვნა, რომელიც ნებისმიერ რკინის კარს უბრძოლველად გაგვიღებს. მეტი საინტერესო ისტორიისთვის გთხოვთ გამოიწეროთ არხი.